გთხოვთ დააიქეთ, გამოიწერეთ და კომენტარი დაგვიტოვეთ იმისთვის, რომ ჩვენი პროექტი გააგრძელოს მუშაობა და უფრო ძლიერად ვიმუშაოთ თქვენთვის. ახლა შეუდგეთ იმას, რაც ხდება UFC-ში კულისებს მიღმა და რაც საზოგადოებამ ბოლომდე არც იცის. საუბარია არმან ცარუკიანზე, ილია ტოპურიაზე და პედი პიმბლეტზე. სამი სახელი, რომელიც დღეს MMA სამყაროს დინამიკას ისე ამძაფრებს, როგორც ცეცხლს ასხამენ ბენზინს. რამ თქვა არმანმა და რა ხდება ტოპურიას ირგვლივ? როგორც თავად არსენ არმანი ცარუკიანმა თქვა, მას უკვე დიდი ხნის წინ ესმოდა, რომ UFC-ს გეგმებში ილია ტოპურია vs პედი პიმბლეტი თითქმის შეთანხმებული იყო. მაშინაც კი, როდესაც ჯერ არც ტოპურიას მტკიცე პაუზა იყო გამოცხადებული და არც ოფიციალური განცხადება გაჟღერებული. არმანის თქმით, ყველაფერი ასე გამოიყურებოდა. მე ზუსტად ვიცოდი, რომ პედი პიმბლეტი უნდა შეხვედროდა ილიას იანვარში. ეს UFC-ს სტრატეგია იყო. მე ამ ბრძოლას ვერ მივიღებდი, რაც არ უნდა მომეგო. ამ სიტყვებში აშკარად იგრძნობა წყენა, მაგრამ ამავე დროს სიმართლეც UFC როგორც ბიზნესი ხშირად იღებს არასპორტულს არამედ კომერციულ გადაწყვეტილებებს. და თუ პედი პიმბლეტი, რომელსაც ბრიტანეთში ათასობით გულშემატკივარი ყავს, დაემატებოდა ჩემპიონ ილია ტოპურიას, ეს ბრძოლა დარბაზებს ავსებდა, pay-per-view მიჰყიდა ყველას და ორივე მებრძოლს უზარმაზარ პოპულარობას მოუდანდა. ტოპურიას შეტოგვინება პედისთვის და არმანისთვის. ილია ტოპურიამ სოციალურ ქსელებში ატვირთა ვიდეო, სადაც პატარა ბიჭი პედი პიმბლეტს გადააჭრებდა. სრულიად აშკარა იყო, რომ ეს სარკასტული მესიჯი იყო. გვერდით იწერებოდა: პედი, მოიგე შენი შემდეგი ბრძოლა. ხელები მაღლა, დაცვა მაღლა, ნიკაპი დაბლა და შემდეგ არმან. ტოპურიამ იქვე დაამატა რუსულ სლენგურ სიტყვას, რომელიც ინტერნეტში გავრცელებული ინტერპრეტაციით შეურაცხყოფის ფორმას გავს. ეს ყველაფერი აშკარად აგდებულა ჟღერდა და მიზანი ერთი იყო: პედის დამცირება და ფსიქოლოგიური ზეწოლა. თან ეს ნაბიჯი ძალიან გამიზნული იყო. ილია კარგად იცის, რომ პედი პიმბლეტთან ბრძოლა ამ ეტაპზე უფრო მარტივი და ფინანსურად მოგებიანია, ვიდრე არმან ცარუკიანთან დმიზმე დაპირისპირება. არმანის ეჭვი: ტოპურიას პრობლემა არა აქვს. ეს UFC-ს თამაშია. აჩერებენ ილიას, რათა პედის პოპულარობა კიდევ უფრო გააზარდონ. რომ ორივემ ქამარი დაიჭიროს და შემდეგ ქამრით ქამარზე გააკეთონ დიდი შოუ. ეს განცხადება მკაცრია და პირდაპირია. რადგან არმანი ამბობს, რომ UFC ხელოვნურად ქმნის ჰაიპს და ამ ჰაიპის მსხვერპლად სწორედ ის გახდა. თუმცა, რეალურად ტოპურიას ირგვლივ ბოლო თვეებში ძალიან სერიოზული იურიდიული და პირადი საკითხები იხინებოდა. რაც ადასტურებს, რომ მისი პაუზა შესაძლოა რეალური მიზეზების გამოა. ახლა კი გავაგრძელოთ იქიდან, სადაც არმან ცარუკიანი გაჩერდა და კიდევ უფრო ღრმად შევიდეთ მის განცხადებებში, რადგან აქედან იწყება ყველაზე მძიმე და ცეცხლოვანი ნაწილი. მისი სიტყვები მხოლოდ უკმაყოფილება არ არის, ეს არის ღიად გაყვირებული ბრალი UFC-ს მიმართ. თითქოსო ორგანიზაცია მიზანმიმართულად ცდილობს მისი კარიერული გზა დაბლოკოს და სპოტლაითი მთლიანად პედი პიმბლეტზე გადაიტანოს. ყველა ჩემს წინააღმები დადეს, არმანი აგრძელებს. არმანი ამბობს, მე ვიცოდი, რომ ტოპურიასთან ბრძოლას არ მომცემდნენ, რადგან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდათ. რაც არ უნდა გამეკეთებინა, ნოკაუტი, დომინაცია, ისინი მაინც პედის თამაშობდნენ. ამაში ჩანს ერთი რამ: ცარუკიანს იმაზე დიდი დაღეჭილი აქვს, ვიდრე უბრალოდ გამოტოვებული title shot-ი. იგი გრძნობს, რომ მას თავიდანვე ჩამოაშორეს სცენარს და სწორედ ეს აჩენს მის აგრესიას ტოპურიასა და პიმბლეტის მიმართ. გეითი ჩემთვის easy work იქნებოდა. ილია easy work. ეს განცხადება ბევრს აღაშფოთებს, მაგრამ არმანი ასე ამბობს. ჯასტინ გაითში ჩემთვის იოლი იქნებოდა. პედი პიმბლეტ იოლი იქნებოდა. ილია ტოპურია ასევე. ერთადერთი რთული match-up ისლამ მახაჩევი იქნებოდა, მაგრამ ის წავიდა დივიზიონიდან. ამ სიტყვებს ორი მხარე აქვს. დაჯერება საკუთარ შესაძლებლობებში, რაც მებრძოლისთვის აუცილებელია. ფანებისთვის პროვოკაცია, რადგან ტოპურიას ქართველ და კავკასიელი გულშემატკივარი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია მსოფლიოში. ამისგან არც UFC შორდება, ასეთი ხმაური რეიტინგებს ზრდის. ტოპურიასა და არმანს შორის არ არსებული ნამდვილი მტრული ურთიერთობა. მედიაში ბევრი ლაპარაკობს დიდი მტრობაზე,
თუმცა კომენტატორების ნაწილი ამბობს, რომ ეს რეალური კონფლიქტი არც არის და უბრალოდ გაშვერილი ცეცხლია. არმანსაც კითხეს, რეალურად გონია, რომ ილიასთან ბრძოლა საერთოდ მოხდება? იგი პასუხობს, ძალიან პირდაპირ. ეს ბრძოლა 100%-ით მოხდება, თუ ის კარიერას არ დაასრულებს. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მასაც მოვიგო. ამით პირდაპირ აცხადებს, რომ ტოპურიასთან ბრძოლა მისთვის კარიერული obligatory chapter არის. ანუ სამომავლოდ მაინც მოხდება, რადგან ორივეს გზა აუცილებლად ერთმანეთს გადაკვეთავს. ილიმ თავი მოიჭრა იმ ნანოხსენებს შეჰაფის ამბავში. არმანი შემდეგ ეხება იმ სკანდალს, რაც გაჩაღდა UFC ქათარის შემდეგ, როდესაც ტოპურიამ თქვა: არმან, მე შენ გაგიტანე, გაგარცი და შენ არაფერი გააკეთე. ყოველ ჯერზე როცა პირისპირ გხედავ, იყინები. არაფრისგან განგსტერად გაჩვენებ თავს. ეს ფრაზები ტოპურიისთვის სტანდარტული ფსიქოლოგიური თამაშია, მაგრამ არმანი ამას ასე არ აღიქვამს. იგი მკაცრად პასუხობს: ეს არ იყო სილა, ეს არის უბრალო შეხება. ასეთი სილა არც საქართველოში, არც რუსეთში, არც სხვაგან არ ითვლება სილად. ის უბრალოდ სასაცილო გახდა ამით. შემდეგ დაამატა, მან თავი მოიჭრა. ადამიანებმა მიხვდნენ, რომ უბრალოდ ბულშიტს ლაპარაკობს. ვიდეო, რომელმაც სკანდალი გააჩინა, UFC ქათარში ტოპურიამ არმანს ნაზად ხელი მიკრა. არც დარტყმა, არც რეალური კონფლიქტი. მაგრამ ტოპურიამ ამ ნაბიჯიდან დიდი ისტორია შექმნა, თითქოსო მე შევავტყი და არაფერი მიპასუხა. არმანმა ამაზე მკაცრად თქვა: მე არაფერს ვამბობ, რადგან ეს არაფერია. ეს არ არის სილა. ეს არის ბავშვური ჟესტი, რომელიც რეალურ მებრძოლს არაფერს ცვლის. ფაქტია, რომ ვიდეოში დარტყმის მაგივრად ჩანს უბრალოდ ხელის მსუბუქი შეხება, მაგრამ ტოპურიამ ეს თავისი იმიჯის სასარგებლოდ გამოიყენა, რათა არმანი გამოიყულეს არასაკმარისად აგრესიულად. რატომ ამბობს ტოპურია, რომ არმანი იყინება? ტოპურიის სტილი ფსიქოლოგიურად მძიმეა. ილია ხშირად ამყარებს დომინანტ სიტყვართ, ისევე როგორც კავკასიელი მებრძოლების უმრავლესობა აკეთებს. სხვანაირად სიმკაცრეს ვერ გაჩვენებ, თუ არ დაარტყი ან სიტყვარით არ დაფშვენ. არმანი კი უფრო ტექნიკური მებრძოლია და არა თრეშ ტალკის მოყვარული. ამიტომაც ილიას სტილი მას ზედმეტად ბავშვური ეჩვენება. საზოგადოება რას ფიქრობს? MMA ფორუმებში ბევრი წერს. ეს რაივალური ილიასა და არმანს შორის გადაჭარბებულია. არმანს მარტო ეგოს ტკივა. ილიას პრობლემა აქვს, რომ ყველასთან ბრძოლას დაპირებს, მაგრამ რეალურად ყველა ბრძოლა არ კეთდება. UFC ტოპურიას მაქსიმალურად ჭრის გზას, მასში დიდი ფული დევს. და მთავარი, ყველა საინტერესებს რა მოხდება თუ დაინიშნება ტოპურია versus ცარუკიანი. ეს ბრძოლა იქნება ტექნიკისა და სისწრაფის კითხვა, ემოციების კი იმდენად დიდი, რომ კომენტატორებს ხმები არ უშვებს. ახლა გავაგრძელოთ და შევხედოთ, როგორ ცდილობს არმან ცარუკიანი საზოგადოებაში საკუთარი პოზიციის გამაგრებას. მისი ინტერვიუების სტრუქტურა ისეა აგებული, რომ ის მუდმივად ცდილობს ერთი რამ დააძროს. მე ვარ ის, ვინც რეალურად იმსახურებს ტოპურიასთან ბრძოლას და მე ვარ ის, ვინც მას გაუკეთებს პრობლემებს ოქტაგონში. ეს არის ძლიერი, უხეში და დაუფარავი განცხადება, რომელიც ქართველ და ილიის გულშემატკივრებს შეიძლება სულგად გაკაწროს, მაგრამ MMA-ში ასეთი დაძაბულობა სპორტის ნაწილია. უნივერსიტეტი არაა, ემოციები კონტროლით ვერ იმართება, ეს არის სპორტი, სადაც მამაკაცები ერთმანეთს რეალური ძალით უპირისპირდებიან. რატომ გახდა ტოპურიასა და ცარუკიანს შორის ისტორია ასე პიროვნული? ზოგი ამბობდა, რომ კონფლიქტი ზედმეტად გაბერილია, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, ვნახავთ, რომ არმანი არა მხოლოდ სპორტულად, არავეთ პიროვნულადაც შეურაცხყოფილი გრძნობს თავს. მოდით დავალაგოთ ფაქტები. UFC კათარში მცირე შეხება, რომელიც ტოპურიამ სილად მონათლა. რეალურად ეს იყო ჩვეულებრივი მოულოდნელი ხელის გაკვრასავით ჟესტი, მაგრამ ილიამ ამაზე ნარატივი ააგო. არმანი გაიყინა, ვერაფერს მიბრუნებს. ილიმ საჯაროდ თქვა, რომ არმანს არ შეუძლია მასთან ბრძოლა, რომ ის ბავშვია, რომელიც განგსტერად თამაშობს. არმანმა ამაზე უპასუხა: ეს ყველაფერი სისულელეა, ილია თავს ამცირებს. როგორ შეიძლება ეს სილა იყოს? ეს არაფერია. ეს ყველაფერი ერთმანეთზე არადამოკიდებული შემთხვევები არ არის. ეს ორი მებრძოლის ურთიერთობა უკვე მკვიდრდება ინდონეზე, რომ რომელიმე მომდევნო ტურნირზე UFC-ს მარტივი გადაწყვეტილება შეიძლება სწორედ მათი დაყენება იქნება. არმანი ამას ამბობს სიტყვებში. ილია ტოპურიას ჩრდილი ყველგან დაჰყვება. ცარუკიანის ინტერვიუებში
ერთი რამ აშკარად ჩანს. იგი ხვდება, რომ როგორც დივიზიის ტოპ კონტენდერ, მისი კარიერის ფინანსური პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ის ილია ტოპურიას შეხვდება. ეს ბრძოლა ევროპას გააერთიანებს, კავკასიაში MMA-ის გააფორმულებს როგორც თამაშს, რომელიც უკვე მსოფლიო სცენაზე დგას და ორივე მებრძოლს კარიერულ პიკს მოუტანს. ამიტომ არმანი ყველანაირად ცდილობს ყურადღების მიქცევას. Trash talk, საჯარო გამონათქვამები ტოპურიის ნეიტრალიზება მედიის თვალში. სხვა შემთხვევაში ტოპურია ზეგმეტად პოპულარულია და არმანს ხალხი ისე ვერ ხედავს, როგორც რეალურ საფრთხეს. რატომ მიიჩნიავს არმანი, რომ ტოპურია რეალურად ადვილი მაჩაფი არის? ეს კითხვა ბევრს აწუხებს. როგორ შეიძლება ილია ტოპურია, featherweight lightweight-ის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი სტრაიკერი და გრაპლერი ადვილად მოსაგებად ჩაითვალოს? არმანის ლოგიკა ასეთია. ილია აგრესიულია, მაგრამ ტექნიკურად წინამხედველობას თოვებს. მისი დარტყმები მძიმეა, მაგრამ წინ მიაქანებს თავს, რაც არმანის კონტრსტილზე იდეალურად ჯდება. ამიტომ ამბობს, ტოპურია ჩემთვის იოლია. ის ასწრებს, მაგრამ ზედმეტად ემოციურია. მე მისი სტილი წავიღებ. ეს სიტყვები მკაცრი, ცივი, პირდაპირი და აბსოლუტურად შესაფერისი MMA-ის ფსიქოლოგიურ ომისთვის. პადი ფიმბლეტი რატომ გახდა ოქროს ბიჭი? არმანს არ უყვარს პედის ჰაიპი და ამას პირდაპირ ამბობს. პადი ფიმბლეტი არ არის ის დონის მებრძოლი, რაც ხალხს გონია, მაგრამ UFC მას აშენებს. ეს არის ცნობილი სიმართლე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პედი სუსტი მებრძოლია. რაც ქვედა დივიზიაში მოხდა, ყველამ ნახა. კარგი გრაპლინგი, ხარისხიანი სკრამბლინგი, ბერკეტებზე სწრაფი გადასვლა. თუმცა არმანი ფიქრობს, რომ UFC ცდილობს პედის დაეხმაროს, რადგან მას ევროპულ ბაზარზე უფრო ფართო რიჩი აქვს. ტოპურია კი უკვე დიდი ვარსკვლავია. მისი ბრძოლების აუდიტორია თავით იზრდება, ხოლო პედი ჯერ კიდევ შექმნის პროცესშია. ეს ყველაფერი აგებს დიდ თამაშს. პედი და გამარჯვება ჯასტინ გეიჯიზე. მისი პოპულარობა აფეთქდება, ტოპურია და დროებითი პაუზა, დრამატული პერსონაჟი. შემდეგ ორივე კამრით pay-per-view მონსტრი. ეს არმას აღიზიანებს, რადგან ამ იერარქიაში მას ადგილი არ რჩება. არმანი ამას ვერ იტანებს, სწორედ ამიტომ დაიწყო მხამაღალ საუბარი. მისი სტრატეგია აშკარაა, მუდმივად ახსენოს ტოპურია, მუდმივად გააკრიტიკოს პედი, შექმნას ჩემი დაუფასებელი კარიერის ნარატივი და დაამტკიცოს, რომ მასაც აქვს უფლება იმ დიდ ბრძოლებზე, რასაც UFC სხვებს აძლევს. ამით ის ცდილობს ფანები გადაიბიროს და იმავე დროს UFC-ს აიძულოს, რომ მისი მონაწილეობით უფრო დიდი ბრძოლა დაგეგმონ. ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ილია ტოპურიისთვის არმანი შეიძლება დიდი პერსონაჟიც არ იყოს, მაგრამ არმანისთვის ილია პირდაპირი კარიერული ბილეთია. ეს ასიმეტრია მათ დაპირისპირებას კიდევ უფრო მძაფებს ხდის. არმანმა ინტერვიუში თქვა პირდაპირ. I could beat everybody. Easy work Eddie, ილია, ყველას მოვიგებდი. მათ შორის toughest matchup ისლამ მახაჩევი იქდებოდა, მაგრამ ის წავიდა. ეს აღიარება მკაპიოდ აჩვენებს ერთ რამეს. არმანი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და არასდროს დაუშვებს, რომ ვინმემ ეს დაუმტკიცოს ოქტაგონში. თითოეული მოწინააღმდეგე მისთვის საფრთხის სიმბოლოა, მაგრამ მისი თვითშეფასება არ ქრება. რა ხდება შეხაფის სკანდალთან დაკავშირებით? ეს უკვე კლასიკური ამბავია, UFC კატარი. ტოპურია აჩვენებს ხელის მსუბუქ შეხებას არმანს, რაც საზოგადოებამ სილად აღიქვა, ტოპურიამ კი გამოტეხილ ფლეში შექმნა. არმან, შენ frozen ხარ, ვერაფერს აკეთებ. მე გავაკეთე შენზე ფსიქოლოგიური დომინაცია. არმანს პასუხი მოკლია, კაფიო და უნაკლო. ეს არასოდეს ყოფილა სილა. უბრალოდ მსუბუქი შეხება იყო. ილია უბრალოდ სისულელეს ქმნის. ეს ფრაზები პირდაპირ აჩვენებს, რომ არმანი არ აპირებს ტოპურიას თამაში ჩავარდნას. თუმცა სამართლიანობა არ ნიშნავს, რომ მედიაში ხმაური არ იქნება. სინამდვილეში ეს ხმაური UFC-ს ძალიან სჭირდება, რომ PPV-ები გაამრავლოს. რა პოზიცია აქვს ფიმბლეტთან მიმართებაში? არმანი აქაც მკაცრია. პედი ფიმბლეტ, UFC აშენებს მას. მე ამას ვხედავ. მაგრამ მე არ ვაპირებ დამჯდარ იყოს და დაელოდო, როდის მიიღებს იგი ბრძოლას. მე ჩემს გზას გავაგრძელებ. არმანის სტრატეგია. პედის პოპულარობა განიხილოს რეალურ საფრთხეთ. შექმნა საკუთარი underdog ნარატივი. ფანებს აჩვენოს, რომ მასაც აქვს პრეტენზია მსოფლიო სცენაზე. და ბოლოს, ილია პლუს პედი. უდრის ბრძოლა, სადაც არმანი აუცილებლად ჩაებმება. პოლიტიკა, UFC-ში. რატომ იგზნობს არმანი თავის მორჩილად? არმანის აზრით UFC ხშირად ავლენს სტრატეგიულ თამაშს. ტოპურია გაიჩერეს, რათა პედი გახდეს ვარსკვლავი. ჩემი კარიერა ცოტა გვერდზე გადავწიეს. მაგრამ ამან არმანის მებრძოლის სულის ჩაქრობა ვერ შეძლო.
ის ზუსტად იცის, რომ თავისი მომავალი ბრძოლები გარდაუვალი იქნება და ეს მზადებუნა სცენას აძლევს ყველაზე მეტ დრამას. ემოციური ფონდი. რატომ მიიჩნევს არმანი, რომ ეს პირადი ამბავია? არმანი არასოდეს მალავს, რომ ეს თანამედროვე ფსიქოლოგიური ბრძოლა კი არ არის მხოლოდ სპორტი. ეს უკვე პიროვნული ამბავია. ტოპურია მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურად თამაშობს. პედი გააცოცხლებს პოპულარობას და UFC-ს სარგებელს მოაქვს. არმანი რაციონალურად ყველაზე ძლიერი უნდა მოერგოს ამ თამაშს. ეს აძლევს ისტორიას ემოციურ დატვირთვას და აყენებს მებრძოლს მშვიდ, მაგრამ გაბრაზებულ პოზიციაში. რამდენად რეალური იქნება ტოპურია versus ცარუქიან? არმანი პირდაპირ ამბობს. ეს ბრძოლა აუცილებლად მოხდება, სანამ ტოპურია კარიერას არ დაასრულებს. ჩემი მიზანია, რომ მას დავამარცხო. ეს სერიოზული განცხადებაა. MMA-ს სამყაროში მსგავსი განცხადებები ყოველთვის აუდიტორიას ააღელვებს და ქართული, ევროპული და ბრიტანული ფანები უკვე თვალყურს ადევნებენ თითოეულ კომენტარს. დასკვნა, როგორი იქნება მომავალი? UFC-ს მარკეტინგული გეგმა, ტოპურია პლუს პედი, უდრის PPV მაღალი რეიტინგებით. არმანი მზად არის ყველას, ვისაც უშუალოდ მოუწევს ბრძოლა გაამტნინოს. ემოციური დრამა, სოციალური ქსელები და ფორმები უკვე აავსე აზრების სინათლის ჩრდილმა. საერთო ჯამში არმან ცარუქიანი ერთგვარი ცივი მტერი ხდება ტოპურიასა და პიმბლეტისთვის. ის არ იბრძვის მხოლოდ ოქტაგონში, ის იბრძვის თავის თავს, თავის უფლებას და სამომავლო ბრძოლების აღიარებას.